გამარჯობა, ეს პალიტრა ნიუსია. მე ვარ ანესთეზიოლოგი ქეთევან არაბიძე, მედიცინის დოქტორი. მოღვაწეობდი როგორც საზღვრებს გარეთ, ასევე ჩვენს ქვეყანაში. ახლა კი უკვე გადაცემა მკურნალის წამყვანი და თქვენი ოჯახის ექიმი. ჩვენს გადაცემაში თქვენ ყოველთვის შეიტყობთ იმ სიახლეებს, რომელიც სუფევს დღეს სამედიცინო სივრცეში და რა თქმა უნდა მიიღებთ იმ სასარგებლო რჩევებს, რომელიც ძალიან გამოგადგებათ თქვენი ჯანმრთელი ცხოვრების წესისთვის. ჩვენი რეკომენდაციები და რჩევები რა თქმა უნდა შეთანხმებული იქნება ჩვენს გუნდთან და ჩვენი გუნდი შედგება ქვეყნის წამყვანი ექიმებისგან. ერთ-ერთი მათგანი დღეს ჩვენთან იმყოფება სტუდიაში. მე ვიცი რომ ბატონ ბიძინას წარსდგენა არ სჭირდება, მაგრამ მე მაინც წარმოვადგენ ბატონი ბიძინა კულუმბეგოვი, ალერგოლოგი, იმუნოლოგი, მედიცინის დოქტორი. გამარჯობა ბატონო ბიძინა, დიდი მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენი სტუმარი და პირველივე კითხვით გადმოვალ დღეს. ვიცი რომ რთულია ეს ზოგადად საქართველოში ამის სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ ბოლო 3 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ეს ალერგიის მიმართულებით რა ხდება? მზარდია, კლებადია თუ რა ვითარება არის? დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ქეთი მოწვევისთვის და მინდა რომ წარმატება გისურვოთ დიდი მადლობა თქვენ საქმეს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია სამედიცინო ინფორმაციის კიდევ უფრო გავრცელება და მოსახლეობის ცნობადობის ამაღლება. ეს პირდაპირ პროპორციულად აისახება ადამიანების ჯანმრთელობას და ცხოვრების ხარისხს, იმიტომ რომ ისინი დროულად აღმოაჩენენ ბევრ სიმპტომს, ბევრ დაავადებას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე და კიდევ ერთხელ გულითარი წარმატება თქვენ და ამ ტელეკომპანიას. რაც შეეხება ალერგიული დაავადებების სტატისტიკა, ბუნებრივად თუ ჩვენ შევხედავთ მსოფლიოში განვითარებულ ქვეყნებში განსაკუთრებით ამ დაავადებების სტატისტიკა მკვეთრად იზრდება ბოლო 10 წლების განმავლობაში. ამიტომ საქართველოს რა თქმა უნდა კონტექსტიდან ამოვარდნილი ვერ იქნება. ზუსტად იგივეა ეს ასე ვთქვათ ხაზი თუ გზა თუ აი ტრენდი არ მინდოდა მეხმარა, მაგრამ ეს სიტყვა რომელსაც ასე ვთქვათ ხშირად ვიყენებთ და ჩვენ თუ შევხედავთ რა კვლევებიც აქ ჩატარებულია გლობალურად ალერგიასთან მიმართებაში, აი იყო ესეთი აიზაკის ტიპის კვლევა, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში იკვლევდა ბავშვებსა და მოზარდებში ასთმის, ატოპიური დერმატიტისა და ალერგიული რინიტის გავრცელებას და რამოდენიმე ფაზა არის მთელს პლანეტაზე ჩატარებული და ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ცენტრის სახით მონაწილეობდა. ეს იყო 2000-იანი წლები, შემდგომ იყო 2000-იანი წლების ბოლო და თუ ამ ნაწილს შევხედავთ ჩვენ, რა თქმა უნდა, თუ იყო თქვათ გავრცელება, აი პირობითად 5%-იანი, შემდგომ ტრენდის დანახვა, რომელიც რამოდენიმე წლის შემდგომ ეს დაახლოებით 7-8 წლიანი პაუზა იყო, შემდგომ უკვე 10% გახდა. დასავლეთ საქართველოში ალერგიის გავრცელება ბავშვებში ასთმასა და რინიტში კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ცოტა ცირადით მეტი იყო. ვიდრე აღმოსავლეთ საქართველოში, მაგრამ თანამედროვეობაში იგივე ახალი პრეპარატები, ახალი მედიკამენტები, რომელმაც გარკვეულწილად ადამიანის ცხოვრების ხარისხი გააუმჯობესა, გარკვეული ალერგიული რისკებით შექმნა ამდენი პრეპარატების გამოყენებამ, ამიტომ მედიკამენტური ალერგიაც შედარებით უფრო მომატებულია, კვებითი გამოწვევები არის, ამიტომ ჩვენ თუ გლობალურად შევხედავთ, საქართველოში საკმაოდ მაღალია, მაგრამ აი მსოფლიო სტატისტიკას თუ შევხედავთ იგივე სასუნთქის სისტემის ალერგიის მხრივ და აი ამ ჭრილში ევროპის განვითარებულ ქვეყნებში, იგივე თქვათ ანგლოსაქსონურ ქვეყნებს, როგორც ეძახიან, არა მარტო ევროპაში, ამერიკაში, კანადაში და ინგლისში, ეხლა ალერგიის და ასთმის გავრცელება თითქმის 25-დან 30%-ია. ასეთ მასშტაბთან ჩვენ არა ვართ, თუმცა ჩვენი გზა, ტრაექტორია, მოდი ეს სიტყვა გამოვიყენოთ, არის სამწუხაროდ აღმავალი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია, რომ ეს ტრაექტორია ესე არ შენარჩუნდეს. და ჩვენ ქვეყანაში, აი უფრო რომელი რეგიონიდან გაქვთ ეს მომართვიანობა, ეს მნიშვნელოვანია და რატომ? დიახ, თუ ჩვენ შევხედავთ ზოგადად ალერგიის ჭრის რეგიონალური თვალსაზრისით, სასუნთქის სისტემის მხრივ ზოგადად, რა თქმა უნდა, დასავლეთ საქართველოს ნაწილი, აი ეს მაღალი ტენიანობის პირობები, ესეც გარკვეული განმარტება მინდა გავაკეთო. როდესაც გარემოში არის მაღალი ტენიანობა და ტემპერატურის მუდმივი სუბტროპიკული რეგიონი, რასაკვირველია, ასეთ რეგიონში ძალიან იმატებს საყოფაცხოვრებო გარემოში ოთახის მტრის ტკიპების რაოდენობა, რომლებიც გარკვეულ რისკებს ქმნის ბუნებრივი ალერგიული რინიტისა და ასთმის განვითარების წამყვანი მიზეზებია. თუმცა ერთი მნიშვნელოვანი ტრაექტორიის მიგნება უნდა ვთქვა ასევე და დასავლეთი ამ მხრივ, მაგრამ ეხლა რა მოხდა? თუ ჩვენ გადავხედავთ წინა 10 წლების განმავლობაში, ეს ყველა ქართველისთვის და ჩვენი ქვეყნის მოქალაქისთვის ძალიან ნაცნობი ისტორია იყო, რომ თუ დასავლეთ საქართველოსდან რესპირაციული ალერგიის მქონე პრობლემების ბავშვები ან მოზარდები გადმოვიდოდნენ აღმოსავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით თბილისსა და რუსთავში, ისინი კარგად გრძნობდნენ თავს. კი, მეც მინახავს სამწუხაროდ ეს შეცვლილი და წაშლილი. რა თქმა უნდა, იმიტომ ბუნებრივია, იმიტომ რომ ეს განსაზღვრა ამ ჰაერის დაბინძურებამ, უკონტროლო სამშენებლო მტვერმა
გაურკვეველი წარმომავლობისა და ასაკონობის მანქანის მილიონი მანქანის დაგროვებამ, რომელსაც კატალიზატორი თუ აი ეს კონტროლის მექანიზმები, ეკოლოგიური კონტროლის ამოცლილი აქვს, შესაბამისად მე ვეუბნები ჩემს პაციენტებს, რომ სამწუხაროდ თქვენ კლიმატური პირობების შეცვლა გეოგრაფიით აქ უფრო მეტი დამაბინძურებელი დახვდება. და უკვე დაბინძურებულია. პრაქტიკულად განსხვავებას ვერ ვხედავთ. ამიტომ როდესაც აქ გადმოდიან და ხშირად ამას ძალიან სერიოზული, თქვათ, ფინანსური ტვირთია ოჯახისთვის ადამიანი ადგილმდებარეობა. მე ვეუბნები ნახევრად ხუმრობით, თქვენ თუ გადმოხვალთ, მაშინ სადღაც, არ ვიცი, ყვარლის რაიონის სოფელში გადასახლდით და იქ კარგად იგრძნობთ თავს. ამიტომ ამ ხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ურბანული გადანაცვლებას თუ ოჯახი იფიქრებს ალერგიულ ოჯახს ვსაუბრობ დასავლეთ საქართველოსთან და აღმოსავლეთში, აი დიდ ქალაქებს სამწუხაროდ არ უნდა დაუმიზნოთ, იმიტომ რომ აქ ეკოლოგია იმ სასუნց სისტემაზე უარესად აისახება. ძალიან სამწუხაროა, რომ აი ამ თემას შევეხეთ. იცით რა მაინტერესებს? აი სიახლეები თუ არსებობს, ხო ეხლა ყოველთვის მედიცინა განვითარებადი დარგი არის. აი მაინტერესებს ახალი ტესტი თუ არის რამე, ან თუ შეიცვალა მიდგომა, თქვა რა სიახლეები ყავს. ბუნებრივია ხა მედიცინა ძალიან ისეთი განვითარებადი დარგია და ყოველდღიური სიახლეები არის. ხა ჩვენ დარგს თუ შევხედავთ ალერგოლოგია და იმუნოლოგიას, გარკვეულად ეს სიახლეები, ასე ვთქვათ, ელვის ისტრაფითაც კი ვითარდება, შეიძლება ასე ვთქვათ და ჩვენ ვცდილობთ, რომ გარკვეულად ფეხი აუწყოთ ამ, ასე ვთქვათ, ტენდენციებს, როცა ჩვენს ქვეყანაში იყოს ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ბოლო პერიოდის მე ხა ბევრს ვერ შევეხები, იმიტომ რომ ამას საერთოდ რო არ ეყოფა, მაგრამ ორ ძირითად ნაწილს გამოვყოფდი. პირველი ეს არის, რომ ალერგოლოგიაში ძალიან ფართოდ დამკვიდრებას უკვე თავს სოფლიოში და ჩვენს ქვეყანაშიც აბედნიეროდ პოულობს ეგრეთ წოდებული მოლეკულური დიაგნოსტიკის საკითხები. ეს არის ეგრეთ წოდებული მულტიპლექს ტესტები, რომლის სახელსაც ახლა მე არ დავასახელებ, ამას არ აქვს მნიშვნელობა. პრინციპს ვიტყვი, როდესაც ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ძალიან დიდ კომპლექსურად 300-მდე ალერგენსაც კი ერთდროულად შევხედოთ, როდესაც ადამიანს აქვს სისტემური ალერგიული რეაქცია, როდესაც ადამიანს აქვს გაურკვეველი მიმდინარეობის რესპირაციული ალერგია, კანის პრობლემები და გარკვეული კითხვებზე პასუხები მივიღოთ, განსაკუთრებით თუ ადამიანს კიდევ ერთხელ ამბობ, თუ სისტემური რეაქციებისადმი მიდრეკილება აქვს, ანუ ანაფილაქსიით ან ანაფილაქსიასთან ახლოს მდგომი რეაქციების, აი მაშინ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ფასდაუნდებელი ინფორმაციას გვაძლევს. ხანდახან ისეთი მიგნებებია მოლეკულური ალერგოლოგიით, შეიძლება ჩვენც კი გაგვიკვირდეს ექიმებს, რომ აი რატო გვემალებოდა ეს და ბევრი ჯვარედინი რეაქციის კასკადია, რომელზეც ახლა სიღრმისეულად ვერ ვისაუბრებ. და ერთი მნიშვნელოვანი უნდა ვთქვა, მედიცინაში და ზოგადად იმუნოლოგიაში, რაც უფრო მეტი შინაარსობრივი და მეცნიერული სიღრმეებში ჩასვლა გვიწევს და უწევს მსოფლიო მეცნიერებებს, აი ამ დამიზნებით მოლეკულებზე უკვე გაჩნდა ბიოლოგიური თერაპიების გამოყენების შესაძლებლობა. ჩვენს დარგში, ქრონიკულ ურტიკარიაში, ანგიოდემაში, მძიმედ მიმდინარე ასთმაში და მძიმედ მიმდინარე ატოპიურ დერმატიტში, რომელსაც უფრო ეგზემის სახელით იცნობს ადამიანები, გაჩნდა ძალიან კარგი არსენალი ამ ბიოლოგიური დამიზნებითი თერაპიის, რომელსაც მძიმე იმას ნიშნავს, რომ სტანდარტული მკურნალობა, თქვა დერმატიტი, ეგზემა, მალამო არშველის, ასთმის. ანუ ჩვენ ქვეყანაში ეს ყველაფერი შესაძლებელია, ხო მართალია? ბევრი პრეპარატი გაჩნდა, რომელიც 5-ზე მეტია, უკვე შეიძლება ასე თქვას, ასეთი ბიოლოგიური საკმაოდ ძვირადღირებული მედიკამენტები, მაგრამ 2-3 პრეპარატი ძირითადად ჩვენთან ხელმისაწვდომია და როდესაც ეს ძალიან სწორად დამიზნებით, პერსონალიზირებულად ჩვენ ვარჩევთ, უკვე წარმატებით ვიყენებთ ამ პრეპარატებს, რომელსაც ასეულობით ადამიანს ვახმართ, ამიტომ ეს იმდენი დიდი შვება ადამიანებისთვის, რომელთაც კიდევ ერთხელ ვამბობ, სტანდარტულ კონვენციურ თერაპიაზე, ტრადიციულ თერაპიაზე შედეგები არ აქვს. ეს არის გარკვეული გამოსავალი ადამიანების ცხოვრების ხარისხი აღვადგინოთ და ხშირად იგივე ასმის დროს ეხლა შეიძლება ვერ გამკურნოთ ჩვენ ადამიანები, მაგრამ მნიშვნელოვანი კლინიკურ ემისიას ვიღებთ. ადამიანები საინჰალაციო სტეროიდებისგან თავისუფლდებიან. არა, ეს ძალიან დიდი შვება. განკურნებაზე აქ არც არის ლაპარაკი. ადამიანს, როდესაც სიკვდილის შიში აქვს და ვერ სუნთქავს და შეშუპებულია, აქ უბრალოდ რომ დაუბრუნდეს პირვანდელ სახეს, ესეც ხომ მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა. ანუ საზღვარგარეთ თქვათ, საჭიროა დღეს ჩვენი პაციენტებისთვის წასვლა, აი თქვათ, საქართველოში რა ვითარება, ჩვენ შეგვიძლია რომ მე ესე ვიტყოდი, რომ ალერგიული თვალსაზრისით ძალიან მცირეა პაციენტების, ასე ვთქვათ, გადინება საზღვარგარეთ, ამიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში ჩვენი პედაგოგების, მასწავლებლების, გავატონი მაია გუთუას ხელმძღვანელობით ისეთი ძლიერი სკოლა ალერგოლოგიის პრაქტიკულ მეცნიერული თვალსაზრისით შეიძლება ნამდვილად თქვა რომ არ ჩამორჩება ევროპისა და განვითარებული ქვეყნების, ასე ვთქვათ, განვითარების მასშტაბებს და ძალას, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ამაში ცუდი არაფერი არ არის. თავისთავად. ჩემს პრაქტიკაშიც არის მეორე მოსაზრების მოსასმენად ხშირად მიდიან პაციენტები. არც თუ ისე ხშირად, მაგრამ ყოფილი ასეთ შემთხვევა და მე ყოველთვის მოხარული ვარ ხოლმე, როდესაც მეტყვია რომ თქვენ ხო არ გეწყინებათ, რომ ჩვენ რაღაც ამას ბოლო ეს მქონდა შემთხვევა, რომ ფრანკფურტში ექიმთან ჩავნიშნეთ
პირიქით მე ვთხარ ისე მაინტერესებს ის რას ეთყვის და ჩვენი მკურნალობის ტაქტიკური მიდგომა განსხვავდება თუ არა მათგან. ამ შემთხვევაშიც ეს ბოლო ეპიზოდი იგივე დანიშნულებით ჩამოვიდნენ. მშობელი ძალიან გულდაწყვეტილი იყო, რომ აი ძალიან ბევრი ათასობით ევრო დავხარჯეთ. ხო, ათასობით ევრო დავხარჯეთ და იმ წამალში გამოგვეყენებინა, რასაც თქვენ ისედაც გვიკეთებთ 2 წლის გამო. თუმცა ხანდახან არის, როცა ჩვენს გვინდა საინფორმაციო, ასე ვთქვათ, მხარდაჭერა, შევსება, კოლეგიალური ინფორმაციის გაზიარება. ზოგჯერ იმუნოლოგიურად არის დაავადებები, რომლებიც სოფლიოში სულ 15-20 და 40 შემთხვევაა. ამიტომ ამ დროს ყოველთვის ჩვენ ინტერაქციაში ვართ ჩვენს კოლეგებთან ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, წამლის დესენსიბილიზაცია. ისედაც მინდოდა თქვენთან ჩაწერა, კი იცით და ვერ დაგიჭირეთ, იმიტომ რომ ხართ საზღვარგარეთ, სულ იღებთ ამ ინფორმაციას ამ კონფერენციებზე და სულ განვითარებადები ხართ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასიამოვნოა. იცით რა მაინტერესებს? ანუ თქვენ ახსენეთ ანაფილაქსიური შოკი, ხო? ანუ ანაფილაქსიური რეაქცია, შოკი ეს ხალხს ცოტა სხვანაირად ესმის. მაგრამ მაინტერესებს აი ამ დროს თქვათ ძალიან კავშირში არის კალმისტართან ხო? ანუ არის ხოლმე შეკითხვები კალმისტართან დაკავშირებით. რა არის ეს კალმისტარი რომ უთხრათ ჩვენ საზოგადოებას? ადრენალინის აუტოინექტორს გულისხმობთ ხო? კი ბატონო, რომელიც ანუ ადრენალინის მაგ დროს ალტერნატივა არ აქვს, ჩვენ ვიცით. და აი რა დროს არის კალმისტრის ტარება საჭირო? იმიტომ რომ ეს ყველა პაციენტისთვის არ არის საჭირო, აი რა დროს არის საჭირო? დიდი მადლობა ამ თემის წამოწევისთვის. ეხლა თვითონ ანაფილაქსიაზე მოდი ორ სიტყვას ვიტყვი, როგორც ალერგოლოგის პოზიციიდან მომდინარე, ეს არის სისტემური ალერგიული რეაქცია, რომელსაც თავისი სტადიები აქვს და ყველა ანაფილაქსია არ არის ანაფილაქსიური შოკი და ყოველთვის არ არის გონების კარგითა და ასე ვთქვათ ჰემოდინამიკური დარღვევებით. ეხლა რეანიმატოლოგთა მერიდება კიდეც ამაზე საუბარი. პირველი 3 ნაწილი ანაფილაქსიის შეიძლება პირდაპირ ესე ვთქვათ, უდიდესი ნაწილი რეაქციის იწყება კანის რეაქციით. ეს არის კანის ქავილის სიწითლე და შეშუპება და თუ ამით მთავრდება, ჩვენ ამ დაავადებას ურტიკარიას და კვინკა შეშუპებას ვეძახით. სიტყვა ანაფილაქსიას არ ვახსენებ. მაგრამ თუ ამ კანს უდიდესი ნაწილი ამ შემთხვევების 90%-ში იწყება კანით, თან ერთვის 5-დან 30 წუთის განმავლობაში საშუალო დრო ეს არის კასკადური მექანიზმის განვითარების გააჩნია. თუ მედიკამენტურია და ინტრავენურია, ეს ძალიან სწრაფად მოხდება, თუ კვებითია შეიძლება მოგვიანებით განვითარდეს წუთებს გულისხმობ ამ შემთხვევაში. თუ კანს დაერთვის სხვა ორგანოთა სისტემების რეაქცია. ეს არის კუჭანწლავის ტრაქტის რეაქცია. ძირითადად მუცლის ტკივილი გულისრევა ღებინება. ან დაერთვის რასაკვირველია სასუნთქის სისტემის რეაქცია. სუნთქვის გაძნელება, ხორხის შეჩუპების შეგრძნება, ეს უკვე ეს ანაფილაქსიური რეაქციები. აღარ ვამბობ უკვე ცირკულატორული სისტემა, როცა ჩაერთვება, ტაქიკარდია, რეფლექტორული და წნევის ვარდნა, შემცირება მაინც 30%-ით, ეს ანაფილაქსიის სხვადასხვა სახეობებია. ამიტომ ჩვენ როცა ვსაუბრობთ, რომ კომპლექსური სისტემური რეაქცია, კანი პლუს რომელიმე ერთი ორგანოს დამატება, რაც შემოვთვალე, ვამბობთ, რომ უკვე ანაფილაქსია აქვს პაციენტს. აი ასეთ შემთხვევაში არჩევის წამალი არის ადრენალინი. მაგრამ რადგანაც თქვენი კითხვის ძირითადი ნაწილი იყო, ყველას უნდა ჰქონდეს თუ არა ადრენალინი, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ყველას არ უნდა ჰქონდეს. ადრენალინი უნდა ჰქონდეს იმ ადამიანს, ეს კალმისტარი იქნება, თუ ის რაც ჩვენს ქვეყანაში მოიპოვება ამპულირებული ფორმით. აი ეს მინდოდა ზუსტად ჩვენთვის ძალიან დიდი ტკივილია. ნახეთ, ყველას არ აქვს ამის საშუალება და ეს როგორ მიწვდეს ამ მედიკამენტს, ხო, აი არ იცის თქვათ პირობითად, მაგრამ ალტერნატივა ხომ არსებობს, ესე არ არის, რომ თქვათ კალმისტარი თუ არ მაქვს, მე ვერაფერს ვერ გავაკეთებ, ვერ დავეხმარებ საკუთარ თავს. ამ შემთხვევაში უნდა ჰქონდეს ეს ინფორმაცია. თუ ადამიანს ესე ვამბობთ ჩვენ, გადატანილი ანაფილაქსია აქვს ცხოვრებაში და ანაფილაქსიის ძირითადი წამყვანი მიზეზები არის მედიკამენტები, საკვები, წერის ნაკმენი და ნატურალური ლატექსთან ასოცირებული რეაქციები. ანაფილაქსიების 99% მოდის ამ 4 ფაქტორზე. თუ ადამიანმა გადაიტანა ანაფილაქსია, შემდგომ დასტაბილურებულ ფაზაში, იმიტომ რომ ანაფილაქსიის შემთხვევაში თქვენთან ხვდება პაციენტი. ჩემს კაბინეტში ანაფილაქსია არავის არ ემართება. ჩემთან უკვე პაციენტი მოდის შემდგომი შეფასებისთვის, გაანალიზებისთვის, მიზეზების იდენტიფიცირებისთვის და პრევენციისთვის, რომ ეს არ მოხდეს და თუ მოხდება და ეს ვერავაცილეთ მას თავიდან, როგორ მოიქცეს ამა თუ იმ სიტუაციაში. აი როგორ მოიქცეს? პირველი, რასაც ვასწავლით ხოლმე აუცილებლად, თუ ანაფილაქსიური რეაქცია დაიწყო, აუცილებლად პაციენტი, ვისაც ერთხელ ჰქონდა ეს რეაქცია, კიდევ ერთხელ ვამბობ. უკვე იცის რაც არის თან გრძნობს. აუცილებლად მას უნდა ჰქონდეს უკვე ადრენალინი, ან კალმისტრის სახით, ან ჩვენს ქვეყანაში რაც არის ხელმისაწვდომი ესეთი ფორმა. ხელმისაწვდომი არის. თუმცა ერთი მაინც უნდა ვთქვათ, კეთი ეს განმარტება გავაკეთოთ, რომ იგივე კალმისტარი იძლევა საშუალებას ჩვენი საფთიაქო სისტემის რამოდენიმე ქსელი სპეციალისტით ფორმაასით, ინდივიდუალური წესით
ერთი თვის შემდგომ მეზობელი ქვეყნიდან შემოგვიტანოს. მაგრამ ხოლო თქვენი ჩართულობით, აი დაუნიშნეთ პაციენტს და ჭირდება ყველასთვის. იცით რაღაც მომენტში რო იწყება ეს კამპანია, მე მივესალმები ამას, იმიტომ რომ შეიძლება ყველა მიყიდოს და მე არამიზან მიმართულად გამოიყენონ რაღაც მომენტში. ეს არ შეიძლება, ეს არ არის პრევენციის პრეპარატი. ეს არის ანაფილაქსიური შოკის შემდგომი მდგომარეობა და პაციენტმა უკვე იცის რა არის ანაფილაქსიური შოკი. ერთადერთი გამონაკლისია, როცა შეიძლება მე ის პრევენციულად დაუნიშნო ადამიანს. მაგალითისთვის ვიტყვი. თუ ადამიანი არის ოჯახი მაგალითად მეფუტკრის, არ აქვს ანაფილაქსიის დიდი ანამნეზი, მაგრამ ძალიან საზაფხულო იგივე ვთქვათ, გადაადგილებას აკეთებენ და ადამიანი ფუტკართან ერთად მიდის ისეთ ადგილზე, სადაც განვითარების რეაქციის შემთხვევაში ნახევარი საათიდან 1 საათი მასთან სამედიცინო დახმარება ვერ მივა. აი ასეთ სიტუაციაში შეიძლება მე ეს ოჯახი აღჭურო იგივე ადრენალინის ამპულით ან კალმისტრით. აი ასეთი გამონაკლისი. ან პირობითად ვამბობ, შეიძლება ადამიანს ხანდახან იგივე ბავშვთა ასაკში ხდება ეს პრობლემა, რაღაც ჯვარედინი რეაქციებს, არ ქონია მას რეაქცია, მაგრამ ვხედავთ, რომ იმდენად მაღალია მისი ატოპიური განწყობა, ის უჩივის რინიც ან ბრონქიც, მაგრამ უყურებთ ამ მულტიპლექსი, მრავლობითი ალერგიული კომპონენტით, რომ საერთოდ არ გაუსინჯავს, მაგრამ უზარმაზარი პოტენციური რისკის მატარებელი მაგალითად ხილეულზე ალერგია აქვს. აი ასეთ ოჯახს მაინც მივცემ მე რეკომენდაციას, მაგრამ ეს არის ძალიან გამონაკლისი და მხოლოდ ალერგოლოგს შეუძლია ამ რეკომენდაციების გაცემა. თუ რეაქცია ვითარდება, რასაკვირველია, მოდით ჩამოვთვალოთ მაინც რეაქცია. აი ბატონო ბიძინა, ახლა რეკლამის დროა. თქვენ კი არ გადაართოთ, რათა არ გამოგჩეთ ის მნიშვნელოვანი манипуляცია, რომელსაც ჩვენ სტუდიაში შემოგთავაზებთ. აი დაგიბრუნდით, ეს პალიტრა ნიუსია და თქვენ უყურებთ გადაცემა მკურნალს. ჩვენ კი სტუდიაში ყავს ბატონი ბიძინა კულუმბეგოვი და საუბრობთ ალერგიაზე. კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ მხოლოდ ანაფილაქსიური შოკის შემდეგ გამოიყენება როგორც კალმისტარი, ისევე ადრენალინი. ამას ალტერნატივა არ აქვს და დღეს გაჩვენებთ ახლა манипуляციას თუ როგორ უნდა მოხდეს ინტრამუსკულარული ინექცია. ბატონო ბიძინა, დაგვეხმარეთ, ჯერ განმარტოთ, ესე იგი კალმისტარი და ადრენალინი. ვიცით რომ ადრენალინს არ აქვს ალტერნატივა. ესე იგი ეს არის კალმისტარი, მე ვიქნები თქვენი ერთანი. ეს არის კალმისტარი, ასე გამოიყურება. ეს კალმისტარი, რომელიც სხვადასხვა სახელით იყიდება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, განვითარებულ ქვეყნებში ძირითადად, შიგნით მხოლოდ შინაარსობრივად შეიცავს ადრენალინს. ადრენალინის პროცენტულობა აქ არის 0,1%, 1/1000-თან განზავებით და ეს უბრალოდ გამზადებულია. კალმისტრის უპირატესობა სტანდარტული ადრენალინის ამპულისგან არის ის, რომ უბრალოდ ეს დროში იგებს, მხოლოდ იმიტომ რომ შიგნით არის ყველაფერი უკვე თავმოყრილი და ძალიან მარტივი, ასე ვთქვათ, მოძრაობით შესაძლებელია მისი ადმინისტრირება, ანუ გამოყენება. ძირითადად ეს კალმისტრები ორ სხვადასხვა დოზაში იყიდება მსოფლიოში. ეს არის საბავშვო დოზა, რომელიც არის 30 კილოგრამზე ქვემოთ 0,15 მილიგრამიანი, ანუ 150 მიკროგრამიანი და 30 კილოგრამზე ზემოთ ადამიანს მხოლოდ ბოლო ასე ვთქვათ, მიდგომებით ადრე 0,5-იანიც იყო და რო არ დავაბნიო, ასე ვთქვათ, ჩვენი მსმენელი, მხოლოდ 0,3-იანი დოზით გამოიყენება. ამას რასაკვირველია, ექიმი არჩევს კილოგრამ წონაზე და რეცეპტში მე ჩვენ ავსახავთ ხოლმე. ეხლა ერთი მთავარი ამბავი მინდა ვთქვა, თვითონ ანაფილაქსიის რეაქციის განვითარების, კასკადური სისტემური რეაქციის განვითარების შემთხვევაში ეტაპებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. პირველი ადამიანი, როდესაც იგრძნობს, რომ კანთან ერთად გენერალიზირებული სწრაფად გავრცელებადი სიმპტომები დაემართა, კანთან ერთად არის ხჭობის შეგრძნება, ხველა, სუნთქვის გაძნელება, მუცლის ტკივილი, რომელიმე მათგანი, რომელიმე ემატება, თქვათ, კანს, უკვე ნიშნავს, რომ დაიწყო ანაფილაქსიური რეაქციის კასკადი, შოკამდე ჯერ შორსარი, მაგრამ თუ სწორად არ დაეხმარა ადამიანი ადრენალინით თავის თავს, ბუნებრივია შოკამდე მივა რამოდენიმე წუთში. პირველი რასაც ვაკეთებთ, თუ კალმისტარით არის აღჭურვილი პაციენტი, კალმისტარს აქვს თავისი მოძრაობის წესები, სულ რამოდენიმე მოძრაობა, ერთი ეს ნაწილი ეხსნება თავის, შემდგომ ეხსნება აი აქ პატარა, ასე ვთქვათ, ხუფი აქვს. თავარი გახლავთ ის, რომ ეს კალმისტარი უნდა გაკეთდეს ბარძაყის ზედა მესამედში, ცოტა მოუწევთ, შესაძლებელი. ბარძაყის ზედა მესამედი გარეთა ნაწილში და არა შიდა ნაწილში. აი სადაც მონიშნულია. ჩვენ ამას ვეძახით ხოლმე ლატერალური სივრცე, ანუ გარე სივრცე. მარჯვენა იქნება კიდური თუ მარცხენა, მას მნიშვნელობა არ აქვს. დაახლოებით, ესე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს კაბინეტებში, ჩვენ ყოველთვის გვაქვს ეს, ასე ვთქვათ, სავარჯიშო ფორმები, იმიტომ რომ დარტყმის ძალასაც აქვს მნიშვნელობა. თუ მე ეს არ ვამეცადინე, მშობელია თუ პაციენტია თავად, ზოგჯერ როცა მივაწოდით სარიელს, ისე ძალიან მსუბუქად დაირტყამს, რომ არ იხსნება ეს ადრენალინი. თვითონ გაიხსნება შემდეგ. ეს ყოველთვის არის მსოფლიოში პრობლემა. ამიტომ ჩვენ როდესაც აი ასეთი მოძრაობით დაახლოებით 15
10 სანტიმეტრის დაშორებით ბარძაყის გარეთ ზედაპირზე საშუალო ძალით უნდა დავარტყათ. ამ დროს იხსნება ადრენალინი 10 წამის განმავლობაში მისი ადმინისტრირება ხდება კანკანში. შესაბამისად, აი ასეთი მოძრაობის შემდგომ 10 წამი ხელი არ უნდა აუშვას ამ წამისგან. არაფერს არ ვაჭერთ. მარტო დარტყმა. აი ამით იგებს ეს პრეპარატი, იმიტომ რომ ყოველგვარი მოძრაობის გარეშე მას შევსება არ ჭირდება, ამოღება არ ჭირდება. დროის კარგვის გარეშეა, თუმცა ის ერთჯერადია და გამოყენების შემდგომ დასაკვირველია უტილიზაცია და ნაგვის ყუთში უნდა გადავაგდოთ. ამის შემდგომ მინდოდა ასევე მეთქვა, რა ეტაპები უნდა დაიცვას, აი როგორ ვაფრთხილებთ ჩვენ პაციენტებს, თუ ადრენალინი გამოიყენა თავად პაციენტმა, ან პაციენტის, თქვათ, ოჯახის წევრმა, ან მეგობარმა, მასთან ერთად ვინც არის, ან თქვათ, იგივე პედაგოგმა, თუ სკოლა, თუ ბაღია და ამ შემდგომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ასაკობრივ ჭრილში. ამის შემდეგ აუცილებელია მეორე ეტაპი, რომ ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც ირგვლივ არის პაციენტის 112-ში ზარი უნდა გააკეთოს. ადრენალინის გამოყენების შემდეგ უნდა გვახსოვდეს, რომ 112-ში უნდა დაირეკოს. ეს არის აუცილებელი პირობა, მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა იგრძნოს პაციენტმა, რომ კარგად არის, გონი გაუმჯობესდა მდგომარეობა და არ მჭირდება სამედიცინო დახმარება. ქართველებს ხშირად აქვს ეს პრობლემა, ამიტომ ეს მნიშვნელოვანია. მეორე, როგორ თქვით, ესე იგი 112-ში ზარია, მესამე ეტაპი აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ხშირად, მაგრამ არც თუ ისე ძალიან ხშირად, ეს არის 20%-იანი შემთხვევა, როდესაც ადამიანის სიმპტომები არ უსტაბილურდება, პირველი არ არის ან გაუარესების განცდა აქვს. ამის ასე ვთქვათ, აღმოცენების შემთხვევაში, ასეთის დაფიქსირების შემთხვევაში, ხშირად ეს კალმისტრები ასევე მითიგებს, რომ twins ესე ვეძახით, ანუ ტყუპის სახით იყიდება ხოლმე ესენი, ანუ ორი ერთად. 5-10 წუთში პაციენტს ან მის თანხლებ პირს შეუძლია მეორე ადრენალინი გაუკეთოს პაციენტს, თუ მდგომარეობა არ უმჯობესდება. ეს არის დრო, რომელსაც ვიგებთ ჩვენ სასწრაფოს მოსვლამდე. ესე იგი, არ უნდა შეეშინდეთ ჩვენ მე ამპულირებულ ფორმასაც ვასწავლით და შევახედებთ. ესე იგი, პირველი გაკეთდა 5 წუთში, თუ მდგომარეობა უკეთესი არ არის, მეორეს განმეორება. მესამე ეტაპი. პაციენტს თუ არა აქვს რაიმე სუნთქვის უკმარისობა, თუ არა ქრონიკული სასუნთქვის სისტემის ავადმყოფობა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და ასე შემდგომ, ანაფილაქსიის განვითარების შემთხვევაში პაციენტი უნდა წამოწვეს და კიდურები, ანუ ქვედა კიდური დაახლოებით თავთან შედარებით 30 გრადუსიანი კუთხით მაღლა უნდა იყოს. ბალიშზე ან ამას რა თქმა უნდა, თორე ეს უზრუნველყოფს გულთან სისხლის ნაკადის მიდინებას, რაცა ძირითად ორგანოებს, ასე ვთქვათ, ჰიპოპერფუზია, ანუ სისხლის მიდინება არ შეუწყდეთ. და ბოლო რასაც ვაფრთხილებთ, როდესაც 112 მოვა, როდესაც გადაიყვანენ, ესაც ქართველების სცენია და სამხრეთელი ხალხის, ისინი იგრძნობენ, რომ კარგად ავარ, კლინიკაში ხელწერილს წერენ და 1-2 საათში სახლში მიდიან. ადრენალინის რეაქციის შემთხვევაში თუ მით უმეტეს ანაფილაქსიის შემთხვევაში თუ ადრენალინია გამოყენებული, კლინიკა არ უნდა დავტოვოთ 8-12 საათი მინიმუმ. ეს არის ER-ში დაყოვნების პერიოდი და რატომ? 20% შემთხვევაში ანაფილაქსია, აი ხაზგასმით ვამბობ ამას, ალერგენის განმეორებითი მოხვედრის გარეშე შეიძლება იყოს ორფაზიანი მიმდინარეობის. ანუ იგივე რეაქციათა კასკადი შეიძლება დაიწყოს რამოდენიმე საათის შემდეგ. ხო, ეს უკვე სამედიცინო ნიუანსი და ფიზიოლოგია, ამიტომ მე ციღრმეში აღარ წავალ, ამიტომ ვთხოვთ ყველას, რომ არ დატოვოთ კლინიკა ხელწერილებით და 8-12 საათი მინიმუმ 8 საათი. მინიმუმ 8 საათი უნდა იყოს იქ, სადაც პაციენტია გადაყვანილი. ეს არის კალმისტრის შემთხვევაში. კი ბატონო, ახლა მე მოგემსახურები თქვენ? ჩვენს რეალობას დაუბრუნდეთ. ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი პაციენტი, იგივე მეფუტკრეები, მათი ოჯახები, ან პაციენტები, რომლებიც თქვათ ხელმიუწვდომელია მათთვის ასეთი ძალიან ძვირადღირებული სიამოვნებაა მეთქი. ან მაღალმთიან დიახ, სადაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება გართულებულია. ამ შემთხვევაში ჩვენ ასეთ პაციენტებს ჩვენსავე კაბინეტში სტანდარტული ადრენალინი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იყიდება და ეს არის ძალიან, ასე ვთქვათ, მარტივად ხელმისაწვდომი, თუმცა კიდევ ერთხელ ამბობ, ყველას ეს არ უნდა ქონდეს. ვისაც ერთხელ ქონია მსგავსი რეაქცია. ანაფილაქსიური შოკის შემდეგ. და როდესაც ისინი ექიმთან იყვნენ კონსულტაციაზე და მათ, ასე ვთქვათ, ტრეინინგი და ინსტრუქტაჟი აქვს ჩატარებული, როგორ გამოიყენონ ეს ამპულა. ეხლა აქ დროა, უბრალოდ წამგებიანი ამ გაგებით, რომ კალმისტრისგან განსხვავებით სწრაფად ვერ მოხდება ამის. ესე იგი, ამპულა სტანდარტულია, მას განზავება არ ჭირდება. სასურველია პაციენტს ჰქონდეს 2 გრამიანი ან ადრენალინის შპრიცი, იმიტომ რომ ადრენალინი უფრო მოსახერხებელია. ეს ინსულინის ვეძახით ჩვენ. ინსულინის ადრენალინი არასდროულად გამოვიყენეს სიტყვა, ინსულინის შპრიცი. ინსულინის შპრიცის
ბოლომდე შევსება ნიშნავს 1 მილილიტრის სითხის ამოღებას ან 100 ერთეულს, 100 ერთეული 1 მილილიტრ შეესაბამება. როდესაც ჩვენ ესეთი პაციენტი გვყავს, არ ზავდება კიდევ ერთხელ ამბობ, უკვე ამპულირებული ადრენალინი საფთიაქო სისტემაში განზავებული ფორმით იყიდება. ნუ ეს არის 0%-იანი, ნუ 1000-დან განზავებულია. მასში ფიზიოლოგიური ან სხვა ნივთიერებების დამატება უკვე საჭირო არ არის. ამის შემდგომ ინსულინის შპრიცით კიდევ ერთხელ ეს გვიწერია, ინსტრუქტაჟი მიცემულია, დაბეჭდილია ყოველთვის ჩვენ პაციენტებთან. უნდა ამოიღოს ინსულინის ნემსის თუ მოზრდილია 30 კილოგრამზე ზემოთ, შეგიძლიათ ამოიღოთ. კი ბატონო, ეს უნდა იყოს მოზრდილის შემთხვევაში. მოზრდილის შემთხვევაში, ესე იგი 0,3. თან რთულად ამოდის აქედან ახლა. შედარებით. ვიცით რომ რთულად ამოდის. ეს არის 0,3. 0,3 ნიშნავს, რომ ეს არის მოზრდილის დოზა. მეტი უფლება ჩვენ სახლის პირობებში არ აქვს. 0,5 ინტრავენური ბოლუსი და ასე შემდგომ ამას იყენებს უკვე თქვენი და თქვენი სპეციალობის ექიმები. ჩვენ სახში მხოლოდ გვაქვს გავაკეთოთ ეს კუნთში, ბარძაყის გარეთა ზედაპირზე 0,3 ერთეული მოზრდილებში. იგივე მარტი კუთხით უნდა იყოს გამოყენებული, ბარძაყის გარეთა ზედაპირი ეს თქვა ორი სიტყვით ზედა მესამედი რატო არის არჩეული. ხო შეიძლება რომ ხარზეც გაკეთდეს ან დუდულაკოც? არა. სადაც არის მაღალი ვასკულარიზაცია, იქ შეწოვა და წამლის წაგება, შეწოვადობა იზრდება. შესაბამისად, ამ ადგილიდან არის ყველაზე ეფექტური მისი გამოყენება დროის სწრაფი. ეს არის მთავარი. სისწრაფე განსაზღვრავს მის ეფექტურობას. ამიტომ რა თქმა უნდა ჩვენ ამას არ ვაკეთებთ სხეულის სხვა უბანზე, იმიტომ რომ დაგვიანდება მისი ეფექტურობა, იმიტომ რომ დასაწყისი იქნება დაგვიანებული. იმიტომაც გამოვიდა ეხა სპრეის სახით რო არის უკვე. ხო, ესეც ვთქვათ, ეს არის 0,3 როგორც ვთქვით 30 კილო ზემოთ და 0,15-ს ვიღებთ, ანუ 15 ერთეულს ესე რომ ვთქვათ, უხეჭად ბავშვების შემთხვევაში. მსოფლიოში ერთი სიახლე რაც არის, რაც თქვენ ახსენეთ უნდა ვთქვათ, არსებობს ესეთი პრეპარატი, უკვე ცხვირის ფორმა, ანუ ნაზალური ადრენალინი. ძალიან შვება. ნეფის სახელით არის, მაგრამ მაინც ეს უნდა ვთქვა, რომ იგივე ბრიტანული და ასე ვთქვათ ეს სისტემები მაინც ამბობენ, რომ ძიმე ანაფილაქსებისაც აქვს გადატანილი იგივე მწერის ნაკვენთან, ნეფის იმედად არ უნდა იყოს. არა, ხო, ესე იგი მაინც ინექცია. ვისაც აქვს სუბუქი ფორმები, არ ყოფილა შოკი ანამნეზში და ეს არის კვებასთან ასოცირებული, მაშინ უწევენ უფრო მეტ რეკომენდაციას, ამიტომ ისიც არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ცხვირის ფორმა ადრენალინი უნივერსალურია და მძიმე შოკის პაციენტ ჩვენ ახლა ცხვირის ფორმა უთხრათ. ამიტომ მაინც ოქროს სტანდარტად რჩება კალმისტარი, იმიტომ რომ აუტოინექტორი, იმიტომ რომ ეს არის გამზადებული და თუ ამის შესაძლებლობა არ არის, ეს მიღებულია არა მარტო ჩვენთან, ჩვენ სტუმარი გვყავდა ერთხელ იტალიიდან, სამხრეთ იტალიიდან და ამბობდა რომ ჩვენს იტალიის პერიფერიულ ნაწილში ამას ვასწავლით პაციენტებს. თქვენ არ გეგონოთ რომ სოფლის ყველა ქვეყანაში კალმისტრები აქვთ, თუნდაც ასეთი ფუფუნება აქვს. არა, ეს ძვირიანი სიამოვნება, ამიტომ აი ექიმთან კონსულტაცია, შეფასება, შესაძლო მიზეზები, რომელიც მენე პრევენციას განსაზღვრავს, არის იმის გარანტია, რომ ადრენალინი მინიმალურად დაგვჭირდეს. ჩვენ თუ შევხედავთ ჩვენს პაციენტებთან ხშირად არის, როდესაც გჭირდება ადრენალინის გამოწერა, მაგრამ მათი გამოყენების პროცენტი არის ძალიან დაბალი. იმიტომ რომ ადამიანები კარგად აკონტროლებენ, ინფორმირებულები არიან, ჩვენ ძალიან ბევრ დროს უთმობთ დაფარული ალერგენები, როცა კვებას ვეხებით, სად შეიძლება მათ შეხვდეთ და ესენი იმდენად ინფორმირებულები არიან, რომ ოჯახები ძირითადად უმკლავდებიან ამას, თუმცა კიდევ ერთხელ ისინი აღჭურვილი არიან ამით, რაც მათ აძლევს ცხოვრების ხარისხი რომ კონდეთ უკეთესი, ადვილად გადაადგილდნენ, შიშით არ იცხოვრონ, გაფრინდნენ და ასე იმოგზავრონ და ასე შემდეგ. ძალიან კარგი, მე ძალიან მიხარია თქვენ ისე ძალიან კარგად აგვიხსენით ეს ყოველივე, მაგრამ ნახეთ, ეხლა თქვენი პირადი აზრი მაინტერესებს. აი ჩვენი პაციენტები, ექიმისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება, როდესაც პაციენტს გადაარჩენს და თან ურჩევს და მე კარგი უკავშირი აქვს. აი პაციენტი ყველაფერს ასრულებს. აი ჩვენი პაციენტები ცოტა დაუმორჩილებლები არიან. იგივე ვთქვათ, რომ აი დაწერს ხელწერილს სწავა. თქვენ შემთხვევაში როგორ არის? აი პროცენტულად ვთქვათ, თუ გაიზარდა ეს მაჩვენებელი, რომ რასაც უნიშნავთ, ამას ზედმიწევნით კარგად ასრულებენ და ვთქვათ გამოსავალის ჩვენ სამედიცინო ნაწილში ამას ბუნებრივია ვეძახით adherence დამყოლობა და compliance, ანუ როგორ ასრულებს იმ ყველაფერს, ანუ როგორ არის დამყოლი პაციენტი. აი დამყოლი პაციენტი. ეს რა თქმა უნდა თელ მსოფლიოში პრობლემაა, განსაკუთრებით იგივე სამხრეთ ქვეყნებში და ესეთი ტემპერამენტის მქონე ხალხებში ეს უფრო მეტი პრობლემა ის გამოკვეთილია. თორე ახლა ნორვეგიელი და დანიელი პაციენტი უფრო მეტად დამჯერია, ვიდრე ახლა თუნდაც იტალიელი, პორტუგალიელი, ქართველი და ბერძენი. ეს ესეა მიღებულია და ამაში არაფერი არ არის. ჩვენ აქ პრევენცია არის ბუნებრივია გარკვეულწილად რომ adherence და compliance გავზარდოთ, ანუ დამყოლობა და დამჯერებლობა, მოდი ესე ვთქვათ ქართული სიტყვები ვიხმაროთ. თუმცა ბევრს ვესაუბრებით პაციენტს ამ პრობლემაზე და მის ამ რისკებს სწორად დავანახებთ ხოლმე. საკმაოდ გაზრდილია სიმართლე უნდა ვთქვა, ეხლა რასაკვირველია ცოტა მოზრდილი პაციენტები დაუდევრად ეპყრობიან მათ ჯანმრთელობას და ეს მეტი ტენდენციურად ამას უყურებთ. განსაკუთრებით თუ ბავშვებს ვეხებით, მშობლები ძალიან ყურადღებით არიან ხოლმე. თავარი რისკები ზოგჯერ აქ არის კიდევ ერთხელ კვებით ალერგიას როცა ვეხებით, შეიძლება ისეთ ადგილას დახვდეს ბავშვს ალერგენი, რომელიც
წინასწარ გაცნობიერებული ვერ იქნება. ამიტომ იგივე ეს ბაღი, პრობლემა იგივე სკოლა, დიახ, იგივე დიახ. ძარცული. შეიძლება ჩვენ ვცდილობთ აი რამოდენიმე ბაღი აქვს თბილისში, სადაც ტრეინინგიც კი ჩავატარეთ, თქვათ ლექცია გავუკეთე, პედაგოგებსაც შობლებიც იყვნენ დაბატიჟებულები. კი, 2-3 პაციენტი, ჩვენი პაციენტი იყო, რომლებიც კალმისტრით აღჭურვილი ბაღში დადიან და ერთი დატოვებული ჰქონდათ ბაღში, ერთი ჰქონდათ. ამიტომ ეს რასაკვირველია, თუნდაც ეს გადაცემაც ამას ასე ვთქვათ, ემსახურება ამ ნაწილში, რომ გავზარდოთ, ასე ვთქვათ, ინფორმაცია, ცნობადობა ანაფილაქსიაზე, მის ამოცნობაზე, ნიშნებზე და სწორ დახმარებაზე. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან ინფორმატიული იყო. უღრმესი მადლობა, რომ გვეწვიეთ სტუდიაში და მე ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა აუცილებლად გაგრძელდება და თქვენ სიახლეებით მობზანდებით ჩვენთან სტუდიაში. წარმატებას გისურვებთ, შვიდ სამუშაო გარემოს და ჯანმრთელობას. დიდი მადლობა. ნახვამდის კარგად სანდევათით.